ალბათ ხშირად გამოუღვიძები ხართ ქუჩაში მოსიარულე მაწვნის გამყიდველებს ცნობილი შეძახილებით. საინტერესოა იცოდეთ, რომ მალე მათ ისევე როგორც ობიექტებში გასაყიდ რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ახალი რეგულაციები შეეხებათ. რამაც გლეხისათვის თუ კომპანიისათვის შესაძლოა პრობლემებიც გააჩინოს, რადგან სტანდარტზე მოთხოვნა მკაცრდება. თუმცა ეს მაწვნის ხარისხის გარანტია შექმნის, რას ითვალისწინებს რეგულაციები და რატომ შეიძლება ეს ნაწარმი მაწვნის სახელით ვეღარ გაიყიდოს. ნახეთ თამარ სანოძის სიუჟეტში. იმ შემთხვევაში თუ მაწვანი ნატურალური რძითა და ადგილობრივი დედოთი არ დამზადდება, მაწვნის სახელით ვეღარ გაიყიდება. 2015 წლიდან ახალი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ მცენარეულ ცხიმზე დამზადებული მაწვნის ძებნა მომხმარებელს უკვე სხვა სახელწოდებით მოუწევს. დეპუტატი გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტი მომხმარებელზეა ორიენტირებული და ყიდულს ეცოდინება, რას ყიდულობს. პროდუქტი, რომელიც შეიძლება დღეს იყიდება ქსელში როგორც მაწვნი, აღარ გაიყიდება. გაიყიდება, ოღონდ მისი სახელდება ვერ იქნება მაწვნი, რადგან ამ პროდუქტებში ადგილობრივი მძემჟავა ბაქტერიები თუ არ არის გამოყენებული, შესაბამისი შტამებით თუ არ არის ეს პროცესი განხორციელებული, ასეთ შემთხვევაში ის იქნება სხვა სახელით, სხვა სახელდებით მიწვილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამართლებრივი სივრცის მოწესრიგების პროცესი. რძის გადამამუშავებელი კომპანია ეკოფუდისთვის სიახლე მისაღებია, თუმცა თამაზ მახარაშვილის უკმაყოფილებას დაწესებული ვადები იწვევს. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2-დან 5 წლამდე მიცემული ვადა რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისთვის საკმარისი არ იქნება, რომ მათ ადგილობრივი დედოთი მაწვნის წარმოების მოთხოვნა დააკმაყოფილონ. წარმოება ხდება მაწვნის მცენარეულ ცხიმზე და წარმოება ხდება ცხოველურ რძის ცხიმზე რძის ცხიმის გამოყენებითაც. არის ორი ხაზი და შემდგომში უკვე როცა რეგულაცია შევა ცხოველურ ცხიმზე, ანუ რძის ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს დაერქმევა მაწვნი და არა რძის ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს დაერქმევა რაღაც სხვა სახელი. მივეცალმებით ესეთ რეგულაციას, როცა მთლიანად მთელი ბაზარისთვის იქნება ერთი და იგივე სათამაშო წესები, ერთი და იგივე სამოქმედო გეგმა და იქნება ერთი და იგივე იმ პირობებში მუშაობის საშუალება. რეგულაცია რძის პროდუქტების მწარმოებლის გარდა სოფლის მაწვანსაც შეეხება. ის შეამოწმებს, როგორი დედოთია დამზადებული მაწვანი და რა შედეგს მოიტანს რეგლამენტის ამოქმედება, სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს. იდენტიფიცირება უმარტივესია, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, ეს პროცედურა არსებობს, დღესაც მუშაობს. ჩვენ გვაქვს ყველა ის საშუალება, რაც აუცილებელი ამის დროული იდენტიფიცირებისთვის. რეგლამენტი ხელმოწერიდან 6 თვეში ძალაში შევა. ამის შემდეგ რძის გადამამუშავებელი კომპანიები მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ პროდუქტს მაწვნის დასახელებით ვეღარ გაყიდიან.